სალამი მოგესალმებთ, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას და მისალმებას აკეთებს ჯონ ადამსი. ჯონ ადამსი ეს არის ისეთი ჰიპ-ჰოპის მომღერალი, რომელიც დაინტერესდა ჯონ მაკარტურის ეკლესიით, მისი მამაც პასტორი არის მე მგონი და მისი ძმაც ამის შემსრულებელია. და აინტერესებდა მოსულიყო ჯონ მაკარტურის ეკლესიაში გაწევრიანებულიყო და დღეს კითხვას სვავს მეათედის გადასახადის შესახებ, რომელიც არასწორად არის გაგებული. ადრე ჯონ მაკარტურმა ბევრი ილაპარაკა ამას, როგორ იყო ძველ აღთქმაში, როგორ არის ახალ აღთქმაში ეს კიდევაც არასწორად გაგებული და მე ესე დავასათავრე, როგორ მუშაობს დღეს მიეცით კეისარს კეისრისა, ღმერთს კი ღვთისა. სალამი პასტორ მაკარტურ, მე ჯონ ადამსი მქვია. გამარჯობა ჯონ, მიხარია რომ თქვენ აქ ახართ. ასევე მეც ძალიან მიხარია ჯონ, რომ თქვენთან ბოლოს და ბოლოს მოვედი. ჯონის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ, რამოდენიმე კვირის წინ შევხვდი ამ ახალგაზრდას, ყვება ჯონ მაკარტური და მან მომიყვა ამბავი, რომ როდესაც როსკოს ბულვარზე, ჩვენს ბულვარზე მოდიოდა, ეკლესიას ეძებდა ის. და შემთხვევით როცა სახელს გადააწყდა, ჯონ მაკარტურმა მეწერა, მან თავის ძმას დაურეკა და შეიკითხა თუ ჯონ მაკარტურის ეკლესიაზე რას ფიქრობდა. და ახლა ჯონი აგრძელებს, დიახ, სახლში მისვლისას მე ჩემს ძმას დაურეკე, ის მამაჩემის ეკლესიის პასტორის თანაშემწეა და სახარების ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი. ასე მე დაურეკე მას და მინდოდა მომეყოლა ამის შესახებ. დიახ, საბოლოოდ ჯონ აგერა ვარ თქვენ შენობაში და ჩემმა ძმამ და მამაჩემმა ძალიან კარგად დაგახასიათეს და დაახასიათეს თქვენი ეკლესია. მე მაქვს კითხვა ჯონ ერთი საკითხის შესახებ. დიახ, განაგრძეთ, დასვით თქვენი კითხვა. კითხვა ეხება მეათედსა და შემოწირულობას. მინდა მე გარკვეული წარმოდგენა მქონდეს, რას ნიშნავს მეათედი და შემოწირულობა, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში, როგორც ცხოვრობდა ხალხი მაგ დროს და რა იყო ამის დანიშნულება. ძალიან კარგი კითხვა, ნება მომიცით სწრაფად გიპასუხოთ. ფიქრობ შეიძლება კიდე 1-2 კითხვა დავსვათ და დიდი ბოდიში იმ ხალხს, ვინც რიგში იდექით, შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი კითხვები და წერილობით გიპასუხებთ მათზე. ეხლა რა შეეხება მეათედს. მეათედი არის სიტყვა, რომელიც 10%-ს ნიშნავს. ძველ აღთქმაში, მაგალითად თუ დავიწყეთ მოსეს კანონით, ძველ აღთქმაში ყოველწლიურად 3 ასეთი მეათედი იყო გადასახადი. მეათედი, რომელიც ძირითადად მეათედს წარმოადგენდა, რომელიც ლევიანებისა და მღვდლების დასაფინანსებლად მიდიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თეოკრატიულ სამეფოში ძირითადად იყო მთავრობის მოხელეები, ესენი მღვდლები და ლევიანები იყვნენ. ისინი მართავდნენ რელიგიურ სტრუქტურას. ამიტომ მათ ანაზღაურებას და სუბსიდირებას ხალხის მეათედიდან იღებდნენ. ეს იყო 10%. 10% ყველაფრისა, რაც მათ ჰქონდათ, არა მხოლოდ ფული, არამედ 10% იმისა, რაც ჰქონდათ. მოსავალი, ცხოველები, ყველანაირი ფორმით ეს შეიძლებოდა. იყო ასევე მეორე 10%. მეორე 10% იყო ეროვნული დღესასწაულების დასაფინანსებლად და იქ მიდიოდა ეს თანხები. თეოკრატიის დაფინანსების კიდევ ერთი გზა იყო. ეს უკვე გახდა 20%. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ისინი ასევე იხდიდნენ მესამე 10%-ს, რაც დაბალი გადასახადი იყო. ასე რომ ეს გადასახადი წელიწადში 23 ან მე-13%-ით შემცირდა. შემდეგ იყო ტაძრის გადასახადი და შემდეგ მათ არ შეეძლოთ ასევე მინდვრის კუთხეებიდან, იცით ხომ, ვენახის კუთხეებიდან მოსავალი მოეკრიფათ. ის ღარიბებს უნდა დარჩენოდათ. ეს იყო რაღაცა სოციალური დახმარება. რათა შეძლებოდათ ღარიბებს მოსვლა და ამ კუთხეებიდან მოკრეფა. თუ მაგალითად შენ დღეს მაგალითად სატვირთო მანქანა, ხო, მათ ჰქონდათ ურემი არ რაღაცა, თუ გადმოვარდებოდა იქიდანაც რაღაცა ნაყოფი, ხო, არ შეეძლოთ მისი აღება, ეს ღარიბებისთვის უნდა დაეტოვათ. თუ გადმოიყრებოდა ხორბალი, ან ქერი, ან სხვა რაღაცა. ასე რომ ჩვენ ვარაუდობთ, რომ თეოკრატულ სამეფოში ებრაელი რიგითი ალბათ მთავრობას წელიწადში 25%-ს აძლევდა დაახლოებით. ეს იყო ძირითადი გადასახადი. ეს არასოდეს ყოფილა მხოლოდ 1-10%. და ეს საჭირო გაცემა იყო. ხოლო მალაქიას წინასწარმეტყველთან რომ მივიდივართ მესამე თავში, ღმერთი ამბობს, თუ მას არ მომცემ, შენ მე მძარცვავ, რადგან ეს თეოკრატიული სამეფოა და ღმერთი მეფეა. თუ მთავრობას ძარცვავ, ღმერთსაც ძარცვავ. გასაგებია, ესე იგი 25% იყო ეს დაახლოებით. ეს არ არის ის, რასაც დღეს თქვენ გისმენ და ხალხი რო ამბობს
მეათედზე. მაგრამ ეს ძველი აღთქმის გადასახადი იყო. და ეს იყო ნებაყოფლობითი, გარდა ამისა იყო ნებაყოფლობითი გაცემა. და მე დავწერე წიგნი ამის შესახებ, სახელწოდებითი ღვთის გზაზე გაცემა. თავისუფალი ნებით გაცემა, თქვენ გასცემთ იმას, რაც გსურთ და როცა გსურთ. არსებობს ისეთი გამონათქვამი, როგორიცაა მიუტანეთ, გახსოვთ თქვენი მოსავლის პირველი ნაყოფი უფალს. ეს არ გეუნებათ რამდენი, უბრალოდ რაც გსურთ. ამიტომ მათ 25% უნდა გაიღოთ თეოკრატიული სამეფოს დასაფინანსებლად. და ამის მიღმა ისინი გასცემდნენ ყველაფერს, რაც სურდათ, როგორც თავისუფალი ნებით გაცემას. ძველი აღთქმა ამბობს, რომ თუ პირველ ნაყოფს გასცემთ, თქვენი ვალდებულებები, თქვენი მოსავალი სავსე იქნება. ღმერთი აკურთხებს თქვენს თავისუფალ ნებით გაცემას. გახსოვთ ახალ აღთქმაში იესო ამბობს, მიეცით კეისარს კეისრის, ანუ გადაიხადეთ თქვენი გადასახადები და მიეცით ღმერთს ის, რაც ღვთისაა. რაც კეისრის არის ის, რაც კეისარი ამბობს, რაც ღვთისა არის ის, რაც მე გულში მაქვს და მე მინდა გულში გაცემა. იესო ამას ამბობს, გახსოვთ ლუკას სახარების მე-6 თავში, 38-ში. მიეცით და თქვენც მოგეცემათ. კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელიც საწყაოთით მიუწყავთ, იმითვე მოგეწყობა თქვენ. ახალი აღთქმა ამბობს, რომ რასაც გულში განიზრახავთ, გააკეთეთ ეს კვირის პირველ დღეს, როცა ერთად იკრიბებით. გახსოვთ მეორე კორინთელთა მე-9 თავს, იქიდან მოყავს ჯონს პავლეს სიტყვა, მაგრამ მე მთლიანად წავიკითხავ ამას გაცემასთან დაკავშირებით. თუმცა ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ წმინდათა მომსახურებაზე, რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდევაც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის მეთქი, ასე რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით. ძმები კი იმისათვის გამოგზავნენ, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში, რათა მზად იყოთ როგორც თქვი, რათა როცა მაკედონელი მოვლენ ჩემთან ერთად, მომზადებელი არ გპოვონ და არ შევრცხოთ. არ ვამბობ თქვენ არ შეცხვეთ მეთქი, რადგან ასე დაბეჯითებით ჩვენ დავიკვეხნეთ. ამიტომ საჭირო ჩავთვალე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენგან უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად ყოფილიყო როგორც კეთილი ნების და არა როგორც ნაძალადების საჩუქარი. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, აი ამ უხლზე იყო ლაპარაკი ჯონ მაკარტონმა რო ახსენა. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის. თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს. ღმერთს კი ძალუც სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში, ყოველივე საკმარისად ქონენი, უხუნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისათვის. როგორც წერია, გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა, მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს თესლს და პურს საჭმელად, მოგცემ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს, რათა ყველაფერში გამდირდრეთ ყოველგვარი ხელგაშლობისათვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. ვინაიდან ამ საქმის სახურება არა მარტო ავსებს წმინდათა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს, რადგან ხედავენ რა ამ სახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო. აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართავლენთ. თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში და მადლობა ღმერთს მისი ენით აუღწერელი საჩუქრისათვის. აი ნახეთ, მთელი ეს თავი პავლე მიუძღვნა ამ შემოწირულობას და იცით მაკედონელები როგორი ცნობილები გახდნენ ფილიპიდან, რომ მათ შეწირეს გულუხვად, მიუხედავად იმისა, რომ მათ უჭირდათ, არ იყვნენ ისეთი მდიდარი ეკლესია. და ჯონ მაკარტური აქცევს, იცით, ნებაყოფლობით გაცემასთან დაკავშირებით კითხვა, რამდენის მიღება გსურთ? რამდენის მიღება გსურთ თქვენ ღვთისგან? აი ეს უნდა დასვათ კითხვა. ცოტას გასცემთ, ცოტას მოახდეთ ინვესტირებას ღმერთთან? დაიმახსოვრეთ, რომ ცოტას დაიბრუნებთ უკან. ასე რომ პრინციპები არასოდეს იცვლება. გადაიხადეთ გადასახადები, მიეცით კეისარს ის, რაც კეისრისაა. პავლე ამბობს, რომ მთავრობა ღვთისგან არის დადგენილი. გადაიხადეთ გადასახადები, ვისაც გადასახადი ეკუთვნის, ვისაც ხარკი ეკუთვნის, ხარკი, ვისაც ბაჟი, ბაჟი. რომელთა მე-13 თავი გახსოვთ ხომ, მიეცით ღმერთს, რაც გინდათ. და ეს არის ბიბლიური გაცემა. და კითხვის დამსმელი ჯონი ადამსი კიდე უსვავს.
ამგვარად არგუმენტს, რომ მეათედი ძველი ახლის კანონია და რომ იესოს მოსვლამ შეასრულა აღასრულა კანონი და მეათედი დღეს აღარ გამოიყენება, არაფერი აქვს ამასთან საერთო? და ჯონ მაკარტური პასუხობს: მეათედი ეროვნული მთავრობის დაფინანსების საშუალება იყო. იესო ამას ახალ აღთქმაშიც ავრცელებს და ამბობს: მიეცით კეისარს ის, რაც კეისარი ითხოვს. და პავლე დაზეს: გადაიხადეთ გადასახადები. ასე რომ ძველი აღთქმის მეათედის სისტემის ეკვივალენტი ახლა ჩვენი ტაქსაცია, ანუ დაბეგრვა. როდესაც მთავრობას ვხვდით. ეს არის იმის ეკვივალენტი. გასაგებია, ხოლო ნებაყოფლობითი შემოწირულობა ყოველთვის იგივე იყო. და კითხვის დამსვლელი. დიდი მადლობა პასტორ მაკარტურ ამ დეტალური პასუხისათვის. მადლობა შენ ჯონ და კითხვას იმაშობა ჯეიმაკ ძვირფასო მოფერებით ეუნება ადამსი ჯონ მაკარტურს. მადლობა ჯეიმაკ და მადლობა თქვენ მოსმენისათვის.